სახში შემივარდა პადვალში. ხო ის არის, რაც რამე მქონდა გამიფუჭდა ზოგ-ზოგები. ხახვი ეყარა, ის ეყარა, გაფუჭდა. აქ არის უპატრონო სოფელი. აქ რა დღეში ვარ. რამდენჯერ გავაგებინე ჩვენ გამგებელსა და არ ეყურებარ. უკვე რამდენი წელია ახალდაბაში მოსახლეობას წვიმის მოსვლის ეშინიათ, რადგან მოუწესრიგებელი გზების გამო წყალი სახლებში უვარდებათ. ეს ადგილობრივების მიერ რამდენიმე დღის წინ გადაღებული კადრებია. უამინდობის დროს როგორც ფეხით, ისე ავტომობილით სოფელში გავლა შეუძლებელია. გზები დახრამულია. მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემის შესახებ იციან მერიაშიც, მათ განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ მათთვის ყურადღება არავის უქცევია. მოუწესრიგებელია სოფლის სალოცავამდე მისასვლელი გზაც. კიდე ეხლა თქვენ თვითონ შეხედეთ როგორ არის, აი რა ამბავია. აი გადაიღეთ აქეთ, მარტო აქეთ კი არა, აიქითაც აიქიდე აი მხარეზე. აგრა ასფალტი მოიტანეს აიქანა, დაანებეს თავი და უპატრონო დატოვეს სოფელი. აქ პატრონი არ აკვამ ჩვენ. ბოლოს ჩაყარეს აიქეტრობა და დაანებეს თავი, გასცდა წავიდნენ. ეს როდის იყო და შარშანწილა. აქ რა დღეში ვარ. რამდენჯერ გავაგებინე ჩვენ გამგებელსა და არ ეყურებარ. აი როგორ გითხრათ, პრობლემური ეს გზა არის ყველაზე პრობლემური. ეს უნდა გააკეთონ პირველ რიგში. აი მართლა თუ იწვიმა ძალიანა, ასე არის სულ მოდის. აი ესე რომ დაეშება მდინარე გარბისახარო ნახოთ მართლა ისეთი ამბავია ხოლმე რომ რა ვიცი. ცოტა ხანით რო გაგზელებულიყო მართლა შემოგვივარდებოდა. აქა შეუვარდა მაინც დაქანება აქვს. ხო და იქით არ ვიცი ქვევითაც შეუვარდათ ხალხსა რომ წავიდეს წყალი იქ უფრო დაბლობი ადგილებია და ვის შეუვარდა ნამდვილად არ ვიცი. აი რა იწვევს ამას წვიმის დროს? დიდი წვიმა. არ არის გამტარია. არ ვიცი შვილო ხო გეუბნე ახლა კანაო არის ეიქა მაგრამ არის კიდე არ არის მე იქ ვეღარ ავდივარ და ვერ ვნახულობდა. ამოიფსო იმით. მიწითა დაბა როგორ გასაწმენდია ისევ. ინგრევია ნახა აი მანქანები რო ამოდია ბუქსაობითა და იმითი არის. აბა რა ქნა ეს გზა ყველაზე მთავარია შვილო. ხო, ეხლა სკოლა დაიწყო, ბავშვები დადიან. ჩვენც დავდივართ ხანა და ხო უნდა გაკეთება აი არა. ეს რო გაიხსება. სამი მანქანა ხრიში აქ რო დაიყარათ, მეტი არაფერი არ უნდა. საკითხთან დაკავშირებით გორის საკრებულოში ახალდაბის წარმომადგენელს ვესაუბრეთ. მერაბ მელანაშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია. რა ვიცი, რა გითხრა, მე რო ავდივარ, მანდ კი მეუბნები მითხრეს ეგ გზა რო გასწორებულიყო, მაგრამ თუ მოსახლეს სადმე წყალი უვარდებოდა სახში, არავის არასდროს არ მოუწყოვია ეგ თემა. თორემ მაგის გასწორებას ვთხოვდნენ, რომ ის გავასწოროთ, რომ მე ვთხოვდნენ იმის გამო ამ გზის გასწორებას, იმიტომ რომ ადრეც გასწორდა ეს გზა და რა დროს ვიცი, ის დოვითარდებოდა ხოლმე მაღლა მთაზე. თუ ტრანსპორტი რო ასულიყო, გაასწორეს ზედაპირულად. ისე რომ მანქანებით ნორმალურად მისულიყო და იქ რა ვიცი ახლა მაგას უნდა ინჟინერი რო ავიდეს და ნახოს იქ როგორ უნდა გაკეთდეს ეს გზა. პროფესიით ინჟინერი არა ვარ და მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით რა უნდა გააკეთოს. მე მერიას დავუკავშირდი ბატონო მერაბ, მაგრამ ისინი კომენტარს არ აკეთებენ არც სიტყვიერს, არც სატელევიზიოს და ამიტომ თქვენ ხართ დეპუტატი და ხომ არის შესაძლებლობა რომ მე ინჟინერი ხო არა ვარ. მაგრამ ხო შეიძლება რომ ეს პრობლემა მიიტანოთ ვისაც შეუძლია მოაგვაროს. ისედაც მიტანილია ეს ინფორმაცია რომ აქ არის ეს გზა მოსაწესრიგებელი და ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი არა. ახალდაბის გზა კი არა ქალაქებით ვორდება, მაგრამ იქ რო საგანგაშოდ ვიღაცას წყალი უვარდებოდეს, ეგეთ თემა არ ყოფილა და არც არ დაუყენებდნენ. მხოლოდ თხოვდნენ ამ გზის გასწორებას. ახალდაბელების პრობლემებთან დაკავშირებით გორის მერიასაც დავუკავშირდით, თუმცა მათ ჩვენი კითხვები ამჯერადაც უპასუხოდ დატოვეს.